ეს მე ვარ მექსიკაში, მსოფლიო ჩემპიონატის მატჩის წინ ჩაკეტილი ქალების ტუალეტში და ბედნიერი უზიარებ მეგობრებს, რომ მოახერხეს სტადიონის ტერიტორიაზე შეპარვა. თუმცა აქ ჯერ კიდევ არ მაქვს გარანტია, რომ თამაში დავესწრებ. Ყველა ფილოსოფიის თქმული. თუ გარანტია ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ ამ მომენტიდან ზუსტად საათში იზოლებით გამომაგდებენ აქედან. და არა მარტო გამომაგდებენ, დიდი შანსია ეს ყველაფერი პატიმრობითაც კი დასრულდეს. სადაც იმ პირობებში, რომ აქამდე მოსასვლელადაც კი უამრავი წინააღმდეგობა გადავლახე. Იგლი ჩევედი ძალიან და სანამ გამფაქტეს, მანამდე ისევ შემოაღწიოთ თქვენს. სიტუაცია ისეთი გამოუვალი იყო, რომ მანამდე ჩემ მეგობრებსაც კი არ ჯეროდათ, რომ არათუ თამაშის დასწრებას, არამედ საერთოდ სტადიონის ტერიტორიაზე ფეხი შემოქმას მოახერხა. Thaddeus, what do you think? What is our chances? 0. ჩემი გულწრფელი აზრით და მაგარი დახეობია. მით უმეტეს, რომ ეს ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩია, რომელსაც ისტორიაში ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანი უყურებს. რაც იმას ნიშნავს, რომ ბილეთების ფასი კატასტროფულად მაღალია. 5,000-6,000. For one? Yeah. For one? Yeah. No way. Okay. 5,000-6,000 წარმოიდგინე რა მითხრა. $6,000 გაგიზრო ბილეთს. რა ხდება, რა ჯანდაბა ხდება, არ ვიცი. შესაბამისად, სტადიონზე შესვლის ბარიერები იმაზე დაცული და გამკაცრებულია, ვიდრე ოდესმე. უღადაობ ჩემ. რა სიტუაცია? ასე გიჟე ხდება. და აქ შეღწევის თეორიული შანსის რომ არ არსებობს, amას ყველა მიმეორებდა. Will I make it? What do you think? Man, there's no way. Believe No me. way. ასე რომ არა მარტო შესვლის მცდელობა, ამაზე საერთოდ ფიქრიც კი ერთი დიდი სისულელეა. მაგრამ მე კაკო ვარ, დოპამინით წავსე კაცი და დღევანდელ ვიდეოში აი ამათ ყველას გავაცნობ. თუმცა სანამ ამ უდიდეს შეპარვამდე მივალ შეგახსენებთ, რომ ჩემი არხის გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი, ხოლო კონტენტის წარმოდგენი და ჩემი მსოფლიო ჩემპიონატზე თავგადასავლების მთავარი მხარდამჭერია ბეტსონსპორტი. ყველაფერი 3 დღით ადრე დაიწყო, როცა მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის განსაკუთრებულად აღსანიშნავად მე, ჩემი კამერამენი Ale და ჩემი მეგობარი მატიასი მექსიკაში ჩამოვედით. Are you ready for cultural shocks? 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნა ჩვენი ჩასვლიდან 72 საათში სწორედ მექსიკაშია, რის გამოც პირველ თამაშზე განსაკუთრებული მოთხოვნა. მით უმეტეს რომ მექსიკა თამაშობს. ქალაქში უკვე შესაბამისი მზადებაა დაწყებული. ყველგან ფეხბურთის თემატიკის ელემენტები გვხვდება და შემომჩნიეთ, რომ პოლიციელების განსაკუთრებული მობილიზებაცაა. უღადაობ ჩემ. რა სიტუაცია? ასე გიჟე ხდება. ამ მატჩზე დიდი ინტერესია. შესაბამისად ძალიან დიდი მოთხოვნაა ბილეთებსაც. მათთვის, ვინც ბილეთების ყიდვა თავის დროზე ვერ მოასწრო, ფასი კატასტროფულად მაღალია. ამ ფასის ფონზე იბადება კითხვა, რა იქნება ამ თამაშზე საერთოდ უფასოდ რომ მოახერხოთ შეცდომა. ამის გასარკვევად თამაშის დაწყებამდე 48 საათით ადრე სტადიონისკენ მივდივართ. მანამდე კიდე ახლა მივდივართ სტადიონზე. თამაშამდე 2 დღით ადრე რომ ნახოთ რა სიტუაციაა. თუმცა ჩვენ არანაირი წინასწარი გეგმა არ გვაქვს. ვაპირებთ, რომ სტადიონი დაუზვერეთ, რომ ზეგისთვის შედარებით მომზადებულები ვიყოთ. მოვაგენით როგორც იქნა ბევრი წამების და წვალების მერე Estadio Ciudad de México Azteca. სტადიონის ტერიტორიაზე განსაკუთრებული ატმოსფერო დაგხვდა. აქ უამრავი ჟურნალისტი და გულშემატკივარია მობილიზებული. აუ, აქ რამდენი ჟურნალისტია. მსოფლიო ჩემპიონატი მართლაც გრანდიოზული მოვლენაა და ბეტსონსპორტიც მსოფლიო ჩემპიონატისთვის განსაკუთრებულ ფენტეზის თავაზობს გულშემატკივარს. Hello. Nice, buenas. ბეტსონსპორტის ფენტეზიში შეგძლია აირჩიოს სასურველი ფეხბურთელები და მათ მიერ ნაჩვენების შედეგებით მოიგო განსაკუთრებული პრიზები. ჩემი პრიზი კი 2 დღეში სტადიონზე უფასოდ მოხვედრა და შესაბამისად დაცვის ხარისხის შემოწმების მიზნით მივედექი სტადიონის ერთ-ერთ შესასვლელს, რომ კონტროლიორს გამოვლაპარაკებოდი. My name is Kako. Alan? Nice to meet you. ალანი ერთ-ერთი კონტროლიორია და მე მას რამდენიმე კითხვა დაუსვი, რომ გამეგო რა გზები არსებობს აქ შეღწევის. The entrance for disability? He's poor guy. No. მართალია თავის შეცოდების ტაქტიკამ არ გაამართლა, მაგრამ ალანთან კომუნიკაციით მნიშვნელოვანი ინფორმაცია გავიგე, რომ თურმე ეს შესასვლელები მხოლოდ აკრედიტირებული პირებისთვისაა. შესაბამისად გადავწყვიტე ამჯერად ისეთ ადამიანს გავსაუბრებოდი, ვინც მიმასწავლიდა როგორ შევძლებდი აკრედიტაციის აღებას. How did you get accreditation? Because I'm working here. Can we have a chance to get now or no? Now? No. You had to apply like 6 months.
Oh, okay. I'm taking Some video, journalists- YouTube video Nice. challenge. I get in the stadium for free. You're trying to do that. Will I make it? What do you Oh think? man, I think you can make it, but not as a journalist. As a catering? Maybe as a catering, maybe as a cleaner. But if in some word you are going to do that, you need a way that's not legal. Okay, if I'm arrested, you are involved. Okay, on the camera. Okay, bro. მოკლედ გეგმა ცხადია. იწყება დიდი ნადირობა საშვზე. რამენაირად უნდა მოახერხო და საშვი ხელში ჩავიგდო, რომ თამაშის დღეს QR-ი დავასკანერო და უპრობლემოდ შევიდე. ჩვენი სტრატეგია ასეთია. სტადიონს უნდა დავარტყათ წრე, რომ დავზვეროთ ყველა პოტენციური შესასვლელი და გზად რაც შეიძლება მეტ თანამშრომელს გამოველაპარაკოთ, რომ რამენაირად საშვი ხელში ჩავიგდოთ. Hola, do you work here? You speak English? Can I get this? Give me. Ah, no lo puedo pasar. Please. No se puede. Yeah, but I look like you. No? ¿Yo qué? Pay for that. No estoy entendiendo. No? No se parece. Okay. Gracias. ჩვენ პრობლემას ისიც ზართულებს, რომ ინგლისური არ იციან და ძირითადად translate-ით ველაპარაკები. Spanish? Where are you from? Can poquito English? No? თუმცა ჩემი ესპანურის არცოდნის ფონზეც ვცდილობ ეს ადამიანები რესტორანში დავპატიჟო. Cantina? Restaurant? Drink? Beer? Beer? No. Two? No, Why? ¿Por qué? Yeah, sleeping on the rib. Bro, life, bro. Relajante. მათი რეაქციებით ხვდები, რომ ასე ქუჩაში ერთი კომუნიკაციით ვერ გადმოვებირებ. შესაბამისად, საკონტაქტოს გამორთმევა გადავწყვიტე, რომ თამაშის დღეს რამენაირად დამხმარებოდნენ. But do you have WhatsApp? Facebook? What's up? Alejandro? Eduardo. სტადიონს უკვე ნახევარი წელი დავარტყით და ჩემი აბსურდული სურვილი არავის რჩებოდა შეუმჩნეველი. ზოგს სასაცილოდ არ ყოფნიდა. For free. Do you have any advice? სხვები კი უხერხულად გაურბოდნენ კამერას. I have a challenge. See you later. Thank you. ამ დროის მანძილზე 10-მდე სხვადასხვა ჯგუფს დაველაპარაკე და მიუხედავად იმისა, რომ ყველა არასერიოზულად აღიქვამდა ჩვენ ამბავს, მე ყოველ ახალ ჯგუფს ახალი ენთუზიაზმით ხვდებოდი. You are controlling to not to allow people, right? No, we are security. We are controlling the enters. ეს ხალხი ცვლას ერთხანს მორჩა და იმედი მქონდა, რომ მათ დამეგობრებას მაინც მოვახერხებდი. What's your name? Miguel Ángel. Miguel Ángel. Miguel Ángel Caco. A pleasure. Yeah. I will come day after tomorrow and please let me in. Okay? ჩემთვის თავარი იყო მინიმუმ კონტაქტი დამეგროვებინა მერე საურთიერთოდ. Do you have Instagram? Yes. Thank you. Alright. თუმცა თვითონ არც ისე ენთუზიაზმით ხვდებოდნენ პოტენციური კრიმინალის იდეას. Well, maybe I find you. What is your Instagram? Do you have a telephone? Maybe we come across another time. No, you know Insta? You don't want? It doesn't charge for me. It's not loading. I will give you my name. Because to Manana I have a question if I can. Spell it the name. Do you have Instagram? მიუხედავად იმისა, რომ უკვე ყველა გამირბის, ჩვენ არ უნებდებით. მოვიყვანოთ ეს ამბავი, თუმცა ალბათ საინტერესოა რატომ არ ასეთი დაჟინები, რომ ეს ყველაფერი გამოვიდეს. ანუ ჩვენი სიტყვებით რომ ვთქვათ, რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ფესვებს დავუბრუნდა. ბოლო პერიოდში ჩემი რეგულარული ყველაფერი შეიცვალა. არხი საოცრად გაიზარდა. დავიწყე სერიოზული და შინაარსიანი ვიდეოების კეთება. გავხდი ბიზნესმენი, კაცრი ჟიური. ვიწვევენ პოდკასტებში, სადაც ჭკვიანი სახით სერიოზულ დარიგებებს ვიძლევი. თუმცა ამასობაში დავკარგე ის ლისვისაც დავიწყე. YouTube-ი გასართობად ისეთი რაღაცების აკეთებელად, რაც აღმაფრთოვანებს და რა თქმა უნდა, იმისთვისაც რომ მაიმუნ კაკოს გავუსწროთ გამომწერებში. ამას კი გავაკეთებ კონტენტით, რომელიც ყველაზე მეტად მისწორდება. შეპარვებით. კაი ინფორმაციები გავიგეთ ხა აქ. დავხენგავ კაი ინფორმაციები გავიგეთ და გადავძრობთ თუ არა აქ. ნახოთ მერე და პოლიცია დავიწყეთ თუ არა. როგორც უკვე იცით, მე უკვე მაქვს შეპარვების YouTube CV, სადაც შეპარვების საკმაოდ მცირე მონაგარია. სოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე შეპარვები ჩემი YouTube კარიერას ნამდვილად დაამშვენებს. შესაბამისად, ბეიჯის ხელში ვერ ჩაგდების მიუხედავად, თამაშის დაწყებამდე 44 საათით ადრე, ტესტავ რამდენად მაქვს შანსი ბეიჯის გარეშე შესვლის. დამაშევიდეთ. სადაც შესვლა, რას გვეთქვიან? თავს გამოვიდრო, არა თქვი. ჩემი სტრატეგია ასეთია, მე უნდა გავასაღო, რომ ამ Coca-Cola-ის დისტრიბუციის ვიდეოგრაფი ვარ.
თუმცა ამ ყველაფერს ის არ თულებს, რომ დაცვამ რა თქმა უნდა ინგლისური არ იცის. Hola. I'm with them. With them, we take video. How cola goes? Video, cola. How distributed? Distribuidor de Coca-Cola. Yeah, distributed Coca-Cola video take. Tiene que entrar por persona. No, for cola, distributed cola. For outside, how goes? For that I want take and I come. I take it and I come. Sí, pero luego lo comentar entra por la puerta 3. Por aquí solamente son los vehículos. Do you speak English? No. ენის ბარიერის სერიოზული პრობლემაა. თამაშის შეპარვის დღეს უკვე ვიცი, რომ იმ ხერხით უნდა შევიპარო, რომ ადამიანებთან კომუნიკაციას მაქსიმალურად ავარიდო თავი. მარტივი არ იქნება. ბიჭო, ყველა ცუდი რა არის, ანუ ლოკალიც არ ვარო, აი მუშად გავასახო თავი, ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა რა. და არ ვიცი, ჰოლა. ერთ-ერთი შანსი რაც გვჭირდება ზეგისთვის ამ ბეიჯის გაყალბებაა. თუმცა ეს დინამო სტადიონი არაა, სადაც მხოლოდ ბეიჯით ვინმე შეგიშვებს. საქმე რომ გაცილებით რთულადაა, ამის შესახებ ერთმა ჟურნალისტმა გამიზიარა. What's your name? Hako. Hako. My name is Kako. ეს ჰაკოა, გერმანელი ჟურნალისტი, რომელიც უკვე ნამყოფია შიდა ტერიტორიაზე და მას შემდეგ რაც გაიგო ჩემი მიზნები, ეცადა მაქსიმალურად დამხმარებოდა. And I am interested. It is like scanning or you can show badge and that's all. No, they scan. Scan? There's no way. Believe No me. way? There's no way. It's very Okay. difficult unless you know Gianni Infantino directly. Okay. I think it's gonna be pretty. I will try to find Gianni Infantino. მითხრა რომ სტადიონს სამეტაპიანი დაცვა აქვს, სადაც ყველაფერი კონტროლდება. პირველ ეტაპზე ყველაფერი მარტივადაა. Let's say you show this to the guy, right? The guy at the door will be like, yeah, sure, go through. თუმცა სიტუაცია მერე რთულდება, სადაც არა მარტო ბეიჯი, აკრედიტაციის მეილი და პასპორტიც საჭირო გახდება. Then you go, and once you come through, there's another person that will say, let me see your passport. And then they check again, and they see the phone with the email and the passport. If those don't match, then you're out. And then the next one, you still have To go be to out somebody is else. okay. Not to be in police is Yeah, exactly. is the idea. I don't know, maybe police. Yeah, that's true. დიახ, საქმე მარტივად არაა. სოფლიო ჩემპიონატზე შეპარვისგან მარტივად ვერ გამოძვრები. თუ გამოგიჭირე, შეიძლება ამას დიდი ჯარიმა, ფეხბურთის თამაშებიდან მოკვეთა და პატიმრობაც კი მოხდეს. თუმცა ეს ყველაფერი არაა. კიდევ ერთი თავზარდამცემი ინფორმაცია გამიზიარა ჰაკო. ეს იმდენად მნიშვნელოვანი და გრანდიოზული მატჩია არა მარტო სტადიონის ტერიტორია, მისი მიმდებარე ტერიტორიებიც სრულად ჩაიკეტება. Outside You what? won't be able to be here. Even here? The police, they're closing off the stadium by a mile. ეს ყველაზე საგანგაშო ინფორმაციაა. ჩვენი შანსები კიდევ უფრო მცირდება. იმის გამო რომ ბილეთი არ გვაქვს სტადიონს 1 კილომეტრის რადიუსში ვერც კი მივახლოვდებით. You won't be able to be here. Even though on a normal day when there's nothing happening, you can be here without accreditation. Ah, okay. So they're gonna close the whole Everything area. will be closed? Only the people that live behind the stadium will be able to come here without either a ticket or accreditation. So I need to find someone who is my family. ჰაკოს დამამშვიდობე. მან ნამდვილად ვერ დამაიმედა, მაგრამ თუ რაიმე სასწაულით მოახერხებდით შეპარვას, თხოვა სელფი ჩამეგდო. I'll give you my number, you can just send me in now. ამ ინფორმაციების მოსმენის შემდეგ კი არა მარტო ჰაკოს, ჩემ თანამზრახველებსაც არ ჯერათ რომ აქედან რამე გამოვა. ჩემი გულწრფელი აზრით და მაგარი დარხეული. ვერ გამოგივა შენი აზრი? არა, ვერ გაიგე თქვა. მენაც 9 ზონა აქვს, ამოწმებენ პასპორტიან, სახიან, სახელიან, გვარიან, მეილიან, ყველაფერიან. აი როგორ არ წარმომიდგენი არა მაგალითად რა გვაქვს? აი რა გვაქვს? მარტო ეს თუ შეგვიყვანს. Matthias, what do you think? What is our chances? 0. Because at the point when they scan the QR code, it will not come up in the system. ჩვენ აქ ყოფნაში მთელი დღე დავხარჯეთ. მივიღეთ ბევრი ინფორმაცია, რომელთაგანაც დამაიმედებელი არც ერთია. იმისთვის რომ ამ გრანდიოზულ მატჩს უყუროთ, ერთადერთი ალტერნატივა გვჭირდება. რადგან ამდენის გადახდას ბილეთში არ ვაპირებთ, უყუროთ ფანფესტზე. იქ სადაც უდიდესი ეკრანია და ხალხია შეკრებილი. სოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე ქვეყნიდან აქ უამრავი ადამიანი ჩამოდის. სხვადასხვა ქვეყნებიდან როგორც არის კოლუმბია, არგენტინა, გერმანია და ასე შემდეგ. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები ყველა კომესტას. სამწუხაროდ საქართველოს ნაკრები ამ ჩემპიონატზე არ თამაშობს. თუმცა იმედი მაქვს რომ 2020 წლისთვის ამჯერად საქართველოს ნაკრების თამაშზე შევა. ან შევიპარებ. მაგრამ მანამდე შეგახსენებთ რომ როგორც ჩემი ასევე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, ასევე საკალათბურთო ნაკრების და ასევე ოლიმპიური ნაკრების სპონსორი არის საქართველოს ბანკი, რომელიც ძალიან დიდ რესურსს დებს ქართული სპორტის განვითარებაში. და იმედი მაქვს რომ ამ ჩადებული რესურსით ერთად გავად 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ის ღამე იმედგაცრუებული დავბრუნდით სახლში. საღამოს 9 საათია. მთელი დღე აქ მოხდეს მე ბრუნდები თუკან და მე მაქვს იმედი სადღაც 55% და შევალთ.
ალესაც აქვს სადღაც 0.99% შემოვიდა. საღაზრზე მდგომ ხალხს ამ გეგმის განხორციელებაზე აღარ უნდა ეფიქრა. თუმცა გათენდა მეორე დღე და ჩვენ არ ვმებდებით. Matthias, I need you to be my assistant, strategic partner. Please tell me how many percent do we have? 1.5 is not enough, bro. We have to raise. სიამოვნებაში 1.5%-საც ჩემ გასამხნევებლად მეუბნება. მისი სკეპტიკური განწყობა არ შეცვლილა. მე კი ვაძალებ გუნდს, რომ ენთუზიაზმით განეწყონ, რომ რაიმე გამოგვივიდეს. What is our plan? You can come to me as a director and give me two plans, and I will choose which is better. What is your option? Option 1, option 2. Corruption and penalization. What about fake? It's too hard. Why? You can fake them, but the QR code, then you have to finish the system. პეიჯის გაყალბება საბოლოოდ დავივიწყეთ. არც გუშინდელი კონტაქტები მპასუხობენ. აუცილებლად სხვა გზაა საპონელი. მით უმეტეს რომ ბილეთის ყიდვა არც ისე მიზანშეწონილი ჩანს. Like $5,000-6,000. For one. Yeah. For one? Yeah. No way. Mexican Okay. dollar? Sorry? Mexican pesos, yes. Yeah. No. $5,000-6,000. No way. Okay. 5-6000-ია, წარმოიდგინე რა მითხრა. $6,000 გაგიზრო ბილეთსო. რა ხდება, რა ჯანდაბა ხდება, არ ვიცი. თუმცა ეს გარანტირებული ფასიც კი არაა. მოგვიანებით გაირკვევა რომ ბილეთების ფასი $15000-მდეა ასული. ეს განსაკუთრებული მატჩია მექსიკელებისთვის და თამაშის წინა მოლოდინი ისეთივე ცხელია როგორც ტემპერატურა მექსიკაში. რომ მექსიკაში ძალიან ცხელა და ამისგან თავდასაცავად არც აქვს ორი საშუალება. ერთი გენიალური მექსიკური ხუდი, რომელიც დროებით დაგიცავს და მეორე ჩემი სპონსორისგან სპეციალურად გამოტანებული ნორევოს მზისგან დამცავი. მოგეთ თუ გინდათ რომ ეს გადაურჩეთ ნორევოს მზისგან დამცავი, აიღეთ ავერსიში დაიტრიეთ და შეიცხაპუნეთ, იმიტომ რომ ძალიან ცხელი ზაფხული მოდის. ჩვენ აქამდე სტადიონიდან 10 კილომეტრის მოშორებით ცენტრში ვცხოვრობდით. იმის გამო რომ როგორც აქ მგითხრა ტერიტორია იკეტება, სტადიონისკენ დავიძარით, რომ ხვალ მატჩის დაწყების დროს შიდა ტერიტორიაზე აღვიჩდით. გზაში მექსიკის ნაკრების მაისურები ვიყიდეთ, რაც მოგვიანებით საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდება. და მივედით ტერიტორიაზე, რომელიც ჩვენი მისვლიდან 10 საათში სრულიად ჩაიკეტება. რამის ტექნიკიდან კეტავი ნახევრად და დილის 5-დან სრულად. ამიტომ თავარია რომ ჩაკეტონდე შიდა ტერიტორიაში ვიპოვოთ რამე ადგილი. დასტუმროს პოვნის პროცესი არც ისე იმედიანად დაიწყო. მივედით ერთ სასტუმროს. Hola. მეორე სასტუმროს. You have place? ვეკითხებოდით ადგილობრივებს, მაგრამ ყველა ერთი და იგივეს გვეუბნებოდა. არ არის სასტუმრო. Sorry. Okay. ზუსტად 24 საათში აქ ფეხბურთი იქნება და ჩვენ რადგან არ უნდა გვიზდეს, უნდა ვიპოვოთ ადგილის რომ დავრჩეთ ამ ტერიტორიაზე. Hola. Es donde estás hotel? Do you speak English? Yes, Of course. Oh, nice. საბედნიეროდ ამ გოგონებმა გვითხრეს სასურველი ადგილი. თუმცა ამ ადგილს ერთი პრობლემა ჰქონდა. Well, yes, but it's a motel. It's for prostitutas? Yes, maybe. But we are not gay. It's okay. Okay, we understand it. But yes, that's a hotel. ისევ მოიხაროდა ინგლისურად მოსაუბრის პოვნა და ისევ ვცდილობდი კონტაქტი გამომერთმია კითხვებისთვის. Sorry. Do you have WhatsApp or Instagram? Yes, Instagram. Instagram. For what? For ask question if something. Okay, just if you need help or something, okay? Don't. I have wife. Don't worry. Well, No? maybe in another time. You? Well, You don't have? Which გაძლევს ნორმალური ინგლისურად მოსაუბრე ხალხი ვიყავით. ამათი დაკარგვა იქნებოდა. მოტელი რომ საეჭვო აღმოჩნდა, ამას სახელიც მოწმობს. ჰოტელის სახელზე მივხვდებით. სად მივდივართ? The last digit 69. 69. Way better than 67. Fuck. თუმცა მის სახელს არ შეუშლია ხელი მიგვეგნოს სანუკვარი ადგილისთვის. მით უმეტეს რომ ამდენი ბოდიალის შემდეგ დასვენება ყველა სჭირდებოდა. What is? Are you tired? Yeah. You want to go back to the center? No, I just need to rest somewhere. There will be no rest. Today we will stay at stadium at night. Are you ready? Right now, but I don't feel good. მატიასი ამდენი სიარული დაიღალა და მიუხედავად იმისა, რომ როგორც იქნა სასტუმროში დავჩექინდით, არც ალეს ჯეროდა რომ ამ საქმიდან რამე გამოვა. ხოდა აქაც ვერ ვსწავლობ. აქ იქნებ ქნა და იქ ვაფშე ვერ ვსწავლობ. შეიძლება ქნა არ ვიცი. თუმცა რაც თავარია ჩვენ უკვე ბაზა გვაქვს, სადაც შეგვიძლია დავისვენოთ. მოკლედ ეს არის ჩვენი გენიალური სივრცე, სამწუხაროდ ორკაციანი ნომერი, ბოლო ორკაციანი ნომერი ქონდა დარჩენილი და მან შემოვედით სამი კაცი. იმედია დავეტევით აქ ადგილას, სადაც უამრავ მეძავს მისიამოვნე. Let's go!
მოგვიანებით გაირკვევა, რომ აქ ღამით მე არ დავიძინე. იქამდე კი აღმოაჩინეთ, რომ ნენელა ტერიტორიის გადაკეტვა იწყებოდა. So many cops. უღადაობ, რა სიტუაცია? პოლიციის მიერ გზის გადაკეტვა იმას ნიშნავდა, რომ ამ ტერიტორიაზე ცოტა ხანში მხოლოდ 3 შემთხვევაში მოხვდები. თუ ბილეთი გაქვს, თუ აკრედიტაცია გაქვს, ან თუ ამ ტერიტორიაზე ცხოვრობ. უფრო მეტიც, როგორც გაიგო, კიდევ უფრო ახლო პერიმეტრზე დაიწყეს ჩაკეტვა. რის გამოც აუცილებელი იყო შიგნით მოხვედრილიყავით. უკვე კეტავენ, წამოშიგნით, იქით. წამო. ბედნიერი იმით, რომ შიდა ტერიტორიაზე ვართ, ისევ ვიწყებთ სტადიონის ირგვლივ მოძრაობას, რომ იქნებ ღამის საათებში მაინც ამოვაჩინოთ გზას შესვლის და ვამოწმებთ ყველა პოტენციურ ხვრელს. ეს ჩემი სერიებიდან სადაც შეპარვის ახორციელებ ყველაზე რთული მისია რა, იმიტომ რომ ჯერ გზა ვერ მოვიფიქრე როგორ შევძვრეთ. საქართველოში რო ხარ და ლოჯისტიკურად ყველაფერი იცი, სად როგორ ხდება, ვინ პრინტავს, როგორ პრინტავს, ენდობი ადამიანებს. რაღაცა მარტივია ეს ამბეჭდვა და კოპირება, თუნდაც ეგეთი რაღაცების კეთება და უცხოეთში სადაც ენა არ იცი, არაფერი არ იცი, არავის არ იცნო. ეგეთი ტექნიკური რაღაცების გაკეთებაც მაგარი რთულია. ამიტომ ერთ-ერთი რამის იმედზე ვარ, ქაოსი ყოველთვის არის ჩვენი მეგობარი. იმიტომ რომ თევზი იჭერება მღვიმე წყალში. აი შეხედე ხა იქ როგორ და შევიდეთ. ერთი რამე ცხადია. ხვალ იმდენად დაცული იქნება შესვლის დროს ტერიტორია, რომ თუ შანსი მექნება დღესვე უნდა შევახციო. იქამდე სანამ სრულყოფილად მოახდენს პერსონალი განლაგებას. თუმცა არც ეხლა სიტუაცია დაუცველი. 16 საათია დარჩენილი დაწყებამდე. ყველა შესასვლელი უკვე ჩარაზულია. ანუ ისი არ არის რომ აი ღამით ვიატოვეს ყველამ და რაღაცა. მიუხედავად ამისა, ვცდილობთ წრე კიდევ ერთხელ ბოლომდე გავიაროთ. ორი მიზნით. პირველი, შევამოწმოთ, რომელიმე შესასვლელში ხომ არ გვაქვს შესვლის შანსი. 6. Okay. თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამ შემთხვევაში შესასვლელის არამარტო წინა, უკანა პერიმეტრიც დაბლოკილი იყო თანამშრომლებისგან. ჩვენი წრეზე მოძრაობის მეორე მიზეზი ისეთი ადგილის პოვნაა, რომ გადაძრომა მოახერხოთ. ბიჭო, არა და შეიძლება რა. ბიჭო, აქედან ახლა ამდენი ხალხი გიყურებს და კიდე და შიგნით აი იმდენი მკვდარი წერტილია რომ იპოვი რა. სტადიონს ნახევარწრეზე მეტი შემოუვარეთ და ხელშესაჭედი ვერაფერი ვიპოვეთ. თუმცა მე ისევ მივდივარ ყოველ ახალ შესასვლელთან. თითქოს აკრედიტაციის შემოწმება მინდა. Acreditación? Hasta el día de mañana. Scan? Para mañana. Okay. Al siguiente día. Mañana. Okay. არა ძალიან მოდუნებული აქვს ეს ყურადღება. უკვე საღამოს 8:30-ია. ვიაზრებ, რომ ეხლა გადაზრომის მცდელობა ფუჭი იქნება. უმჯობესია წრეზე ვიაროთ და რამდენიმე საათში, ანუ მაშინ, როცა ნაკლები მოძრაობა იქნება და გარედანაც ვერ შეგვამჩნევენ, მაშინ ვცადოთ გადაზრომა. შევიპაროთ შიდა ტერიტორიაზე და მთელი ღამე შიგნით გავატაროთ. But yes, I'm planning to stay at night in stadium. But how you want to sneak in? I will find way. Okay. You want to join me or? No, Sure? I don't have enough money for the penalty. გზა აუცილებლად უნდა ვიპოვო, რადგან ეს უკვე ჩემთვის უბრალო სტადიონზე შეპარვა აღარაა. ამდენი უარის და თითქოს გამოვალი სიტუაციის მერე კიდევ უფრო დიდი სურვილი მაქვს, რომ ეს გამომივიდეს. თავარია გზა გამოჩნდეს და ეს გზაც გამოჩნდა. როგორც წესი, აქამდე ყველა შესასვლელს ორი ტიპის თანამშრომელი ყავს: დაცვა და შემოწმებელი, რომლებიც სტაფილოსფერ ფორმაში არიან გამოწყობილი. თუმცა ბოლო შესასვლელთან შევამჩნიეთ, რომ ხალხი სტაფილოსფერი ფორმით არ საჩანს. აქ მხოლოდ დაცვა დგას და ზუსტად ეს ჩემი შანსია. თავარია თავდაჯერება. Hola. But acreditación. Let's go. This way. ალენ და მატიასმა არ გარისკეს და ისინი ჯებირს მიღმა აღმოჩნდნენ. მე კი რადგანაც უკრინდან შესაძლოა დაცვა მიყურებდეს, აქ ვერ გავჩერდებოდი. Hey, how he did it? How he did it? მეორე შემოწმების პუნქტთანაც ხალხი დავინახე. თუმცა შემდეგ საბედნიეროდ ამ დროს ტრაილერი ჩამოდგა და იმ იმედით, რომ ყურადღებას არავინ მომაქცევდა, გზა გავაგზავნე. And now he sneaked in with the LKW. Yeah, with the LKW. I don't see him anymore. Kaj imena? Ja, tražim da policija, da tam malo ušao, ne? Da, to je došao. Možeći našao. If he stays, it's gonna be. He already managed to do something so crazy, right? Yes. Because we couldn't get it. I would never do it. I'm afraid for it. Naglasovაში, ne? აი ისე შემოვედი რომ არც მე გაურხილები ვარ ჯერჯერობით. და შეგნით ვარ. თუმცა აქ ერთი დიდი პრობლემაა. საუბედუროდ ჩანთა ალეს დარჩა, სადაც power bank-ი, დოპამინი და მეორე ტელეფონი მას შიდევს. ამიტომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ეგრევე ალეს დაურეკე. ბიჭო, აქეთ ვარ და
ისა რა ქვია, არაფერი არ მაქვს მეთან და შიგნით შევედი ძალიან და სანამ გამფაქტეს, მანამდე ისევ შემოაღწიოთ თქვენს. Booklet. ვიფიქრეთ, რომ დიკასტრის power bank-ი ან რაღაც მაინც მიგვეცა რა. აი ხა ეს კამ პოლიცია რო დგას, ისე მიგვადგა, რომ ვერც ერთი ფულიდან მოკლედ ხედავ შანსს რომ მიცი. ამიტომ ერთადერთი გზა დარჩა. უკან გამობრუნდნენ და იგივე გზით შემოვიდნენ როგორც მე. თქვენ ვერ შემოყავთ, თქვენ როგორ შემოვიდეთ, ეგრე ვერ შემოყავთ. ცადეთ რა. თუმცა უკან დაბრუნებულებს შემოწმებელ პუნქტზე იმაზე ბევრად განსხვავებული სიტუაცია დახვდათ, ვიდრე 10 წუთის წინ. ხა ესენი შემოგვიდნენ და ამოწმებენ. იმენა ძალიან გაუმართლა რომ შევიდა. ესენი ამოწმებენ აკრედიტაციონებს რა. უფრო მეტიც, სულ ცოტა ხანში მიმდებარე ტერიტორიის ჩაკეტვა სრულად დაიწყება და ამ ტერიტორიიდან ღამით ყველას უშვებენ. მოკლედ დავმარცხდით მე და მატიასი. მაშინ რომ მიგვეცა ბატარეა. ეხლა გეგმა აქვს რომ დარჩეს შიგნით. იქნებ რამენერად გაძლოს დილამდე, ან დილამდე თუ ვაფშე სტადიონზე შევა. ავი იქიდან უკვე ალბათ აღარ გადმოვაგდებს თამაშის დასრულებამდე. ჩემი შემდეგი გამოწვევა ეზოდან უშუალოდ სტადიონზე შესვლა. ჩემი თავგადასავალი მხოლოდ შეპარვა არაა. ეს ვიდეოს გადაღებაცაა და ამაზეც უნდა ვიზრუნო. მაყურებელი ჩემი პროცესის თანამოზიარე უნდა გახდეს. თუმცა ხელთ მხოლოდ 3 ტექნიკა მაქვს: ფარული სათვალე, კერტის კამერა და ტელეფონი, რომელიც ჯდება. თანაც რადგანაც უკვე შიდა ტერიტორიაზე ვარ და კანონი უკვე დაგრეული მაქვს, ნერვიულია. მით უმეტეს რომ ისე მაცვია რომ არც სტაფის წევრს ვგავარ. ყველაზე სუვერენურად მაცვია მექსიკის მაისურით ვარ, ყველა ჟილებით არის აქ. როგორ შემოძრაობ, რომ არ მივაქციო რადგან ეხლა უნდა შევიდე შიდა ტერიტორიაზე. აქ გარეთ დასამალი ადგილები ბევრი ჩანს, თუმცა მეფიქრება იმაზე, რომ თუ ეზოში დავრჩები ღამით, დილით შემოწმებლები ტერიტორიაზე განლაგდებიან და სტადიონზე შესვლა კიდევ უფრო რთული გახდება. ასე რომ დავბოდიალობ, რომ სტადიონზე შესასვლელი ვიპოვო. ეხლა აქ რაღაც მოხალისე სამოყევი, რომელიც რაღაც აპირებენ. მე ვარ გამოწყობილი. კამერების ჩართვას ვიზოგავ, რადგან არ დაждდეს. თან ნერვიულობ, კამერიანმა კიდევ უფრო მეტი ეჭვი არ გამოვიწვიო. და მაშინ როცა კამერა გამართული მქონდა, გამაჩერეს ბეიჯის არქონის გამო. თუმცა უთხარი რომ ოთახში დამჭა და ვითომ წასაღებად უკან წამოვედა. გამაჩერეს აკრედიტაციაზე. არ გიკეთიაო, რა უნდა გქონდეს. ხვდები რომ ასე თუ გავაგზელე მოძრაობა, ირგვლივ აუცილებლად გავამიჭერე. ამიტომ რადგან არ უნდა დამიჯდეს სტადიონზე უნდა მოვხდე. ბეიჯი და ის მქონდეს, ვაფშე არ ვინერვულები და პროსტა რა რენდომად რაღაც ჩამოკიდებული. სტადიონზე შესასვლელები გადანათებულია და მეშინია რომ ჩემი შესვლის მცდელობა მეჭვი არ გამოიწვიოს. უფრო მეტიც დავინახე რომ შუაღამის მიუხედავად სტადიონის შესასვლელთანაც დგას ერთი სტაფილოსფრიანი. უნდა მოვიფიქრო და რამენაირად ავარიდო მის შემოწმებას თავი, რადგანაც ბეიჯი საერთოდ არ მიგეთია. ეს ერთი შეხედვით რთული მისიაა, თუმცა საბედია რომ ჯგუფი დავინახე, რომელიც სტადიონზე არბოდა. ეს ჩემი შანსია. სტაფილოსფრიანმა უნდა იფიქროს რომ ამ ჯგუფს ჩამორჩენილი ვარ და სირბილით მივყევ. საბედნიერო სტაფილოსფრიანს არაფერი უთქვამს. როგორც აღმოჩნდა, ამ ჯგუფს მანქანა ელოდებოდა. სავარაუდოდ მათ სულა დაამთავრეს. მე კი სირბილს ვაგრძელებ, თითქოს ამ ჯგუფს უნდა შეუერთდე. ეხლა შემოძვერი. აქ ვითომ, აქ მივდივარ. მაგრამ ეჭვი რომ არ გამოვიწვიო, ვცდილობ მალე გავეცალო და სტადიონისკენ შევუხვიო. თუმცა აქაც დავინახე ადამიანი და ამიტომ იზოლებული ვარ გზა გავაგზელო. რთული სიარული შეიძლება გამსკანჩ მარტივს თითოეული მანქანის ან ადამიანის ჩავლა გაზრდილი რისკია. მაგარი სახიფათოა მოძრაობა. ყველა ნაბიჯზე ახალწლს ოხდები. მენეგული მიშხარდები. საბედნიეროდ მორიგ შესასვლელში არავინ დამხვდა და ისღა დამჩენია რომ შევიდე და ჩემი თვალით ვნახო სანუკვარი მოედანი. ალამაზი. ბედნიერი იმით რომ როგორც იქნა სტადიონი დავინახე, სურათები და ვიდეოები გადავიღე. და ეს ამბავი რა თქმა უნდა პირველ რიგში აღეს ვახარ. მოკლედ შეიპარა გაგო, ვიდეო ჩამიგდო სტადიონიდან. I hope nobody will find him and he will stay for the whole match. 16 საათი რომ უნდა იყოს ეგიც. თუმცა ჯერ კიდევ რჩება ერთი პრობლემა. სად გავატარებ ამაღამ დროს? თამაში ხვალ დღის პირველ საათზე იწყება. ეხლა კი საღამოს 9 საათი. ეხლა არის ღამის 27.
მოძრაობა აქეთ-იქით ვათვალიერებ სხვადასხვა ტერიტორიებს. ხელს ვადებ ტუალეტებს და ვხედავ რომ დაკეტილია. რაღაც მომენტში უკრიდან ხმა გავიგე და დამლაგებლები ძალიან ახლოს დავინახე. პანიკდი და ისევ სტადიონისკენ წავედი. ცხადია რომ აქაც ვერ გავრჩედები, რადგან აქაც დამლაგებლები არიან და მთელი ღამე ალაგებენ. აქ ესე უსაქმოდ ვერ ვიქნები, მით უმეტეს უნიფორმა არ მიცვა. უკან გამობრუნდი და ვცადე VIP ლოჟაში შესვლა და აქაც ადამიანი დავინახე. ვცდილობ ვიპოვო გამოსავალი და ალევს წერ რომ გამოსავალი არ არის. ვამოწმებ ტუალეტის კარებს, იქნებ რაიმე იმედი იყოს. თუმცა უშედეგოდ. ყველა ტუალეტის კარს ბოქლო მიატევს. თითქოს გამოსავალი არსად ჩანს. ვერაფრით ვახერხებ დასამალი ადგილის პოვნას. ტუალეტები დაგედებია. საგვარი მალე. და მაშინ როცა იმედი მეწურება და მგონია რომ ყველაფერი წყალში ჩაიყრება, ისევ მივდივარ ტუალეტთან და ვხედავ რომ ერთ-ერთ ქალების ტუალეტს ბოქლო მიარატევს და ფრთხილად და უხმაუროდ ვიწყებ ჟალუზის აწევას. ეგ არის, ხო შემოვედი ქალების ტუალეტში. ეს ყველაფერი ჩემი, ვიდე ამირე. ეს შევა. და წაუძი. მოკლედ, ეხა მატიას აუხსნი, კაკო სად არის, რა ადგილას არის, რა შვება და რა იმედები აქვს მატიას თამაშამდე გადადებს თუ არა. Okay, Matthias, you want to sit down? Let me tell you where he is, okay? Currently he's in a women's bathroom. You know how when you go outside the city and the things are locked with the metal thing? Yes. Basically every room is locked like that, but he was managed to pick up the women's bathroom thing, snuck under it, and then he's sitting in one of the stalls right now. მოკლედ მაგრაფინებიულე, ფლიანი ვარი ვენა თავზე. 16 საათში არის თამაში მექსიკის დროით. What do you think? He's the possibility of him being able to go on the match. Because in the morning, he will probably open the bathrooms, right? როგორ გავალ აქედან ეგეც მნიშვნელოვანია ხარ ვფიქრობ. ხვალ დამლაგებლები ალბათ თვითონ ახსნიან ჟალუს, შეიძლება შეამოწმონ ყველაფერი ღია დაკეტილია, არ ვიცი მეტი არ შეამოწმენ. ეს პირველი გაფრთხილებაა, რომ ამაღამ ყველაფერი მშვიდად არ ჩაივლის. და თუ ყველა ხმაზე ასეთი პარანოია მაქვს, საინტერესოა რა ემოცია მექნება, როცა ტუალეტიდან გამოსვლას ვხდი. თანაც ტუალეტიდან რომს გამოვიდე უშუალოდ მატჩის სკამზე მოსახვედრად კიდევ ერთი შემოწმება მაქვს გასავლელი. და ამ ყველაფერს მხოლოდ თეორიაში წარმოვიდგენ. აქ ხომ ჯერ კიდევ არ ვიცი, რომ ამ მომენტიდან ზუსტად 9 საათში მოხდება ისეთი რაღაც, რომელიც ჩემ აქ ყოფნა სრულად რისკის ქვეშ დააყენებს. You asked me his phone percentage, right? Yes, exactly. When I answer these questions, I want you to give me your thoughts on if he's gonna be able to make it or not. Okay? Yes. ისე უსწრაფად მოხდა რა ვერც ჩარჯერი ვერც ამოვიღებ, ვერც power bank-ი, მეორე კამერა და ვერც სნექი და ვერც ჩემი დოპამინი, რომელიც სამჭირდება. ეხლა ტელეფონს ვფიქრები რა, გათიშული მაგ ხოლმე. უბრალოდ დროის საჩვენებლად ვრთავ. His phone is at 30%. I know from my phone it doesn't stay long. Tak, წავიდა ელიტის რეკლამა. თუ გინდა რომ ბატარეები ხას გავიზუსტო, ანუ რესხა ექსტენ. ალე მართალია. მე როგორც ელიტის ტელეფონების რაინს დაზღვევისთვის უნდა მქონოდა ელიტის გამოგზავნილი Honor 600, რომელიც სხვა უამრავ სიკეთესთან ერთად რა თქმა უნდა ტრადიციულად მონსტრი ელემენტით გამოირჩევა. თუმცა რადგანაც შანთა ალეს დარჩა, Honor-ის და ელიტის დაზღვევით ვეღარ ვსარგებლო. რაც ჩემი დაჭერის რისკებს კიდევ უფრო ზრდის. So what do you think? Is he gonna get caught? Is he not gonna get caught? I hope he's not getting caught because now he's already inside. So do you think he's gonna get caught or not? Because No. I think He will make it. he will make it. Yes. You believe I believe that much? Yes. Fucking crazy. ძალიან მიხარია, რომ რაღაცნაირად მაინც მოახერხერა. მთელი 2 დღეა მატიასისგანაც და ალესგან ვისმე, რომ 0.5%, 1% იმენა, რომ არ ჯეროდათ, რომ შეიძლება და რამის გაკეთება. ვეჩხუბებოდი, რომ წავასულიყავით რაღაც მომენტში. You know, I was a doubter.
The first time he said he was going to sneak in, I said no chance, like 1% chance maybe. But now he actually did it, which is why he's a very good inspiration. Yeah. No? True. Because like he believed in it and now he's able to do it. ყველაზე მეტად ეგ მომენტი მიხაროდა, რომ არ ვიცოდი გამოვიდოდა თუ არა და არ ვიცი შეიძლება ღამას რო წაჭმოვერე დამიჭირონ და მაინც არ გამოვიდეს. მაგრამ ყველაზე მეტად ის მომენტი იხარია, რომ ვიცოდი რომ ყველაფერი ჩემს ძინავდა იყო, მაგრამ შინაგანად გძნობდი რომ გამოვიდოდა. შინაგანად მჯეროდა რომ გამოვიდოდა და ეგ იმიტომ კი არ მიხარია რომ სტადიონზე შემოვიპარე. იმიტომ რომ მთელი ცხოვრება მქონდა მაინცეტი, რომ ყველაფერს ნეგატიურად უყურებდი. აბსოლუტურად ყველაფერს. თუ იყო 99%-იანი შანსი, ვიპოვიდი 1%-ს გავაზვიადებდი და ვიტყოდი, რომ აი ეგ არის რა. ანუ შანსი არ არის. მე 5 წლის წინანდელი აი აქ ვიქნებოდი. აი, პირველივე ჯერზე დავნებოდი და ამ მაინცეტის ცვლილება ძალიან უცნაურია ტუალეტში რო ფილოსოფიის სტადიაში ვარ ტუალეტში ფილოსოფიის თქმა უნდა. Being alone with yourself for 16 hours. Like you can't use your phone. And you're so paranoid that somebody hears you or something and you get caught. ცოტა izmenები მაქვს. ეხა ეს ღია არის რა. ზემოთ თუ ხედავთ ღია არის და ხორული არ არის ეს ტუალეტი. And nothing to eat, nothing to drink. And you can't sleep either. Because what if you get caught? Yeah, true. აი ეხლა მინდა აი ამ მომენტს ჩემი შვილიშვილი უყურებდეს და თქვას რომ ბაბუაჩემს შექონდა აი ეს მინდა მეტი არაფერი აი ამ მომენტებით გავლობენ და ეხლა მექსიკაში აცტეკის სტადიონზე ჩაკეტილი ვარ ტუალეტში არალეგალურად სტადიონზე შემოპარული მე ფიქრება იმაზე რომ დილით გამომიჭერენ მაგრამ მაინც ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ fuck monkey dear to be fucking stupid let's go baby. What does it mean? I hope he doesn't call from prison cell. Because that is possible. სწორედ ამ რისკის გამო ღამე ბევრი მცდელობის მიუხედავად საერთოდ ვერ დავიცინე. პოზიცია უამრავჯერ შევიცვალე. შევიცვალე ტუალეტის კაბინეტს. თუმცა პრობლემა კომფორტი კი არა, მოსალოდნელი რისკი იყო. 4 საათი ხდება და ვერაფრით ვერ დავიწყე. სამთლიანო სხვადასხვათა მაღაზია. სამთლიანო სხვადასხვათა მაღაზია. ესეთი სიტუაცია. ამასობაში ტელეფონის ნენელა დამიჯდა. რადგან დარჩენილი პროცენტები იმის გარკვევაში გამოვიყენე, რომ გამეგო როდიდან შემოდიან მაყურებლები ტერიტორიაზე. რისერჩისას აღმოაჩინე, რომ თამაში კი პირველზე იწყება, თუმცა რადგანაც გახსნითი მატჩია, მაყურებლები ბევრად ადრე დილის 9-ზე იწყებენ შემოსვლას. ჩემი გეგმაც ესაა, რომ ტუალეტში დილის 9-მდე გავქაჩო, რადგან 9-ის მერე მაყურებლადაც შემიძლია გავასაღო თავი და ამდენად საეჭვო აღარ ვიქნები. კარს რო გააღებენ, ჟალუზებს რო აწევენ, ჩაკეტილი ვიქნები ალბათ. თან ნახავ სადმე ლაივში რა სიტუაციაა გარეთ. ტელეფონი 12%-ზე მაქვს და უფრთხილები ძალიან. დავლოდები ძალიან რომ გაძლიერდება ხმაური. ხმაური დილის 6-დანვე გაძლიერდა, თუმცა შემდასაუბედუროდ ჟალუზიც გაიღო. როგორც აღმოჩნდა, სანამ მაყურებლები შემოვლენ, მანამდე სტაფის წევრებმა ტერიტორიაზე განლაგება დაიწყეს და მან დაიწყო ჩემი პრობლემებიც. 6 საათიდან 8 საათამდე დამლაგებლები შემოდიოდნენ და გადიოდნენ. კი ამას მხოლოდ ხმებით ხვდებოდა. ეს კადრებიც სათვალით მაქვს გადაღებული. სანამ ტუალეტში ვიყავი, მანამდე გულის კამერაც დამიჯდა და წარმოდგენა არ მაქვს გარეთ რა ხდებოდა. თუმცა მას შემდეგ რაც გარეთ პოლემიკა გაძლიერდა, მივხვდი რომ ჩემზე ლაპარაკობდნენ. იწყება მთელი ამ თავგადასავლის ყველაზე ემოციური მომენტი ჩემთვის. მე ვიცი რომ თუ ქალების ტუალეტიდან კაცი გამოვიდა, ყველა ეჭვს აიღებს. ხელის კანკალით ვრთავ ტელეფონს, რომელიც ბოლო 1%-ს აჩვენებს. შევდივარ Google Translate-ში და ვცდილობ რამე მოვიფიქრო, რომ ესპანურად შევძახო. თუმცა გარდა იმისა, რომ ტელეფონი წამიწამზე მოკვდება, ინტერნეტსაც ძლივს ვიჯერ.
ვცდილობ მარტივად სათქმელი ფრაზა ვიპოვო, სანამ ტელეფონი გაითიშება. დამლაგებელი კი კალკუნს აგძელებს. როგორც იქნა ძალას ვიკრებ. ხმას ვიწვრილებ, რომ ქალი ვეგონო და ესპანურად ვეუბნები სიტყვებს, რომელიც მგონია რომ გადამარჩენს. Por favor, estómago. Por favor. ვამჩნევ რომ ჩემი ნათქვამით უკმაყოფილო არიან და ცოტა ხანში ღრიჭოდან ხედავ სილუეტს, სადაც ხვდები რომ დამერხა. ეს პოლიციელის ან დაცვის სილუეტია. ჩემ შესახებ უკვე ყველა მიცის და სავარაუდოდ დამიჯერა. Por favor. Estómago. თუმცა ხვდები რომ აზრი აღარ აქვს ჩემ განწერულ ძახილს. ამიტომ იძულებული ვარ გადავდგა ის ნაბიჯი, რომელიც სიკვდილივით არ. ვაღებ კარს და უკვე წარმომიდგენია როგორ დამიჯერა. Yeah, but no. Estómago. ¿Por qué estómago? ამ კორიდორში გავლა ჩემთვის კატასტროფული ემოცია იყო, თუმცა სავარაუდოდ იმდენად შოკირებული არიან თვითონაც, რომ ტუალეტში კაცი დახვდათ, უბეიჯობას არ დაკვირვებია და ეგრევე ისევ შევარდი ამჯერად გახსნილი კაცების ტუალეტში. საბედნიეროდ გადავრჩი. ჩემზე როგორც ჩანს ეჭვი არ აიღეს და გზააბნეული ესპანელი თანამშრომელი ვეგონეთ. ამ დროისთვის უკვე ტელეფონიც, კერდის კამერაც და საათიც ბოლომდე დამჯდარი მაქვს. ასე რომ ის გადამჩენია, რომ ინტუიციით მივხვდე როდის დაიწყებს მაყურებელი შემოსვლას, რომ მეც მათ რიგებში შევერიო. გარედან გაძლიერებულმა ხმაურმა მაფიქრებინა, რომ ხალხისთვის შემოსასვლელები გაიღო და მეც გადავწყვიტე გამერისკა და დამეტოვებინა ტუალეტი. თავიდან მაინც დაძაბული ვიყავი, მით უმეტეს წინა ინციდენტის გამო. თუმცა როგორც კი ჩემსავით მექსიკის ფორმაში ჩაცმული გულშემატკივარი დავინახე, მივხვდი რომ გადავრჩი. თუმცა ჯერ სამშვიდობოს არ ვარ. აღმოაჩინე რომ სტადიონის სკამზე მოსახვედრად კიდე ერთი შემოწმება მაქვს გასავლელი. და დერეფანში ირგვლივ წრეებს ვარტყამ რომ რაიმე ხვრელი ვიპოვო. უკვე საკმაოდ ბევრი ვიწვალე იმისთვის რომ სტადიონზე ვერ მოხვდე. სარგებლობ ხალხმრავლობით და ვცდილობ შევიდე. თუმცა რა თქმა უნდა მაჩერები. Charge, I need charge. საბოლოო მიზნამდე ერთი ნაბიჯი მაქვს დარჩენილი. ასე რომ ჩემი დამჯდარი ტელეფონი გამოვიყენე შანსად. დაცვას მოვატყუე რომ ჩემი ბილეთი ამ სექტორს ეკუთვნის და ვთხოვე შევეშვი. You are here. Yeah, but I don't remember chair. და რადგან ეს ტელეფონი დამჯდარი მაქვს, ბილეთს ვერ ვაჩვენებდი. Where can I charge to see? You can charge. I don't know. უთხარი რომ ჩემ მეგობარს სკამთან უნდა შევხვდე, რომ ტელეფონი დაეტელინებინა. My friend will come with power bank, then I will tell. Okay? I will pay. Tell your friend have to I call. Cannot call. This problem. He knows that I will be here. Que no tiene batería, que su amigo tiene la batería. Okay. No worries. გამოვიდა. შემეშვეს. მათ ხომ ალბათ არც კი წარმოედგინათ რომ აქამდე ვინმე ბილეთის გარეშე მოახსევდა. დაცვას გვერდი აუარე და პირველად ვიგრძენი რომ მიზანს მივაღწევ. მე ერთ-ერთ ადამიანს თხოვე რომ ტელეფონის დატენვაში დამხმარებოდა. Maybe they will have a power bank for 5 minutes only. I have this. My phone is dead. I have to call my friend. Thank you so much. სანამ უშუალოდ თამაში დაიწყებოდა ჩემ დროებით მეზობელს ამ სკამების ბილეთის ფასი ვკითხე. What was price? What was price? 15,000. 15,000 pesos. No. Dollar. $15,000? Yes, for today. Are you sure? Yes. 15000. Really? Yes. Wow. Expensive. How much you buy it? 3. No, 0. 0. Why? ამ სანახაობის უფასოდ ნახვა მართლაც განსაკუთრებულია. აქ მხოლოდ მატჩი არ იყო მთავარი. მანამდე დიდებული გახსნის შოუ მოეწყო, სადაც ცნობილმა მომღერლებმა იმღერეს და მიხარია რომ ამ ყველაფრის ჩემი თვალით ნახვა შესაძლებელია მომეცა. თუმცა ამ სანახაობაზე გაცილებით ღირებული მთელი ეს თავგადასავალი იყო. თავგადასავალი, რომელიც ვიღაცებისთვის არის ჩვეულებრივი კრიმინალური აქტი. სხვებისთვის გასართობი კონტენტი ან ტუტორიალი როგორ შეიპარო სტადიონზე და დაზოგოთ $15,000. სიმართლე გითხრათ ვიდეოს დაწყებისას ჩემთვისაც იგივე იყო. მორიგი ჩელენჯი, რომელსაც ან გავაკეთებდი, ან ვერა. თუმცა რაც დრო გავიდა მივხვდი. მე ამას მარტო იმიტომ არ ვაკეთებდი, რომ სუპერ იუთუბერული ვიდეო გადამეღო. სინამდვილეში მთელი ამ თავგადასავლის მთავარი ხაზი ჩემი ბრძოლა იყო. ბრძოლა სხვების შეფასებებთან, რომლებიც ყოველთვის მიმეორებენ, რომ რეალისტი უნდა ვიყო. სულ ერთია რას ეხება ეს. მაიმუნ კაკოზე გასწრებას.
დოპამინის ტოპ ბრენდად ქცევას თუ ერთ სულელურ შეპარვას სტადიონზე. მიზნები და მასშტაბები სხვადასხვაა, თუმცა გზაზე ჩემთვის მთავარი ყოველთვის ერთი რამეა, რომ არ მქონდეს სინანული, რომ სხვების შეფასებები მათ ჩემი ცხოვრების მთავარი გმირი, მე მეორე ხარისხოვნად მაქცია. ეს ჩემი ამბავია. თუ აქ გასართობ შეპარვას ხედავთ, კარგია. თუ იმას, რომ 1%-იანი შანსები არდანებებით 100%-ად იქცევა, უკეთესი. მე გავაგრძელებ იმის კეთებას, რისიც მჯერა. მიუხედავად იმისა, როგორი შეიძლება იყოს გარესამყაროს რეალობა და თუ თქვენს გჯერათ, გამომყევით. და არქეს გამოწერა და გავიწყოთ. აი, რუკაკოს არ ძინავს. კინოს